ვარკეთილში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა უახლოეს მომავალში შეეძლებათ. მრავალფუნქციურ ცენტრში ფუნქციონირებს საუცურავ აუზები, ასევე ფიტნესის, კალათბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზები. მსურველები ასევე ვარჯიშს სხვა სპორტულ სახეობებში შეძლებენ. სპორტული აქტივობების გარდა მსურველებს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე ბარი დახვდებათ. მრავალფუნქციურ საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერმა და თბილისის მერმა გახსნეს. ღონისძიების შემდეგ ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მაკა არჩევნიშვილი შემოგვიერთდება დეტალებით ახლა ღია ეთერში მაკა გისმენთ. დიახსანა მულტიფუნქციური ცენტრის გახსნაზე ვისაუბრებდე, მანამდე მოგახსენებთ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ მედიასთან საუბრობდა, კონკრეტულად ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გაეროში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და განმარტა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრა სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკას საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის საკითხზე და როგორც ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ პრემიერმა განმარტა, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საქართველოსთვის პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვა და შესაბამისად ამის მოლოდინიც არსებობს. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციასაც და ძალიან მკაფიოდ იყო საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და რაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი, ხო? ანუ ერთი სხვა ფაქტი მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული. ფაქტობრივი მოცემულობა არის ეს, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ჩვენ საუბრობთ ყველგან ჩვენს ეროვნულ გამოწვევებსა და ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც და ძალიან სწორი, კაფიო გზავნილები ჰქონდა მას საერთაშორისო თანამდებობისათვის. ჩვენი სურვილია სუფთა ფორცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემოხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგება. სწორია, ძალიან კარგია, თუ ბატონმა პრეზიდენტმაც პირადად უთხრა ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ელჩის ვიზიტზე და როგორც პრემიერმა განმარტა, ამ ვიზიტის ინიციატორი იყო თავად გერმანიის ელჩი, მისი სურვილი, როგორც პრემიერმა დღეს მედიასთან კომენტარისას განმარტა, თავად გერმანიის ელჩმა გამოთქვა სურვილი შეხვედრის და ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ითხოვდა გრანტების შესახებ კანონი არ გავრცელებულიყო მათზე, თუმცა პრემიერის განმარტებით კანონის წინაშე ყველა ვალდებულია და შესაბამისად გერმანიის საელჩოს ჩაერთვება ამ კანონის პარკლებში. ბატონი ფიშერი იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ მანამდე უბრალოდ თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ბუნებრივია ყველა შესაბამის სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვისაც. პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებები გააკეთა ვარკეთილში, სადაც ცოტა ხნის წინ მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სწორედ თბილისის მერმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, იმდენად დიდია მულტიფუნქციური ცენტრი, რომ ერთი თვის განმავლობაში შეუძლია ის 10,000-მდე ადამიანს მოემსახუროს და ის ყველა ასაკის და ინტერესის მქონე ადამიანზეა მორგებული, რადგან აქ სპორტული დარბაზების გარდა ასევე არსებობს მედიათეკა, ასევე იქნება კვების ობიექტი, როგორც უკვე აღნიშნე, ვარკეთილს ემატა კიდევ ერთი ახალი მულტიფუნქციური ცენტრი და ის თუ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს დედაქალაქს თლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მულტიფუნქციური ცენტრების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ყველა უბანს ჰქონდეს საბოლოოდ ასეთი მულტიფუნქციური ცენტრი და რა თქმა უნდა გეგმასწრაფად გაგრძელდება ამაზე მუშაობა და მთავრობის მხრიდან ექნება ბუნებრივია დედაქალაქის მერია სრული მხარდაჭერა და ასევე რეგიონებზეც ვიტყვი, რომ გვინდა თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ზუსტად ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები. ეს არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, თუმცა არა მხოლოდ. ჩვენ ხედავთ რამხელა ინტერესია უფროსი თაობის არომადგილებს შორის, რომ ისინი ჩაერთონ მასობრივ სპორტში. ყველა თაობის ადამიანებისთვის, სამგორის მაცხოვრებლებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ეს მულტიფუნქციური ცენტრი. პროექტის პარკლებში გაკეთდა
ორი საკალათბურთე დარბაზი, სადაც შესაძლებელია ასევე მინი ფეხბურთის მოწყობაც, ფრენბურთის თამაშიც. პროექტის ფარგლებში ორი საცურაო აუზი არის განხორციელებული, არის მედიათეკა შენობაში, ასევე არის ტანვარჯიშის დარბაზი მოჭიდავეებისთვის, სხვადასხვა ძალოსნური სპორტის სახეობისთვის. ჩვენ ძალიან მალე გარე პერიმეტრზე დავამთავრებთ სამუშაოებს, სადაც მოეწყობა ღია საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა პადელის მოედნები და მთლიანობაში ძალიან მაგარი სივრცე გამოვა და იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოსვლა და გამოიყენოს აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ჩვენ თვის განმავლობაში შეგვეძლება დაახლოებით 10,000 ადამიანს მოვემსახუროთ. მინდა ასევე გითხრათ, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის ეს ყველა ინფრასტრუქტურა იქნება უფასო. შეგეძლებათ გამოიყენოთ აღნიშნულ მულტიფუნქციურ ცენტრში არსებული ყველა სივრცე. ეს იქნება საცურაო აუზი, ეს იქნება ტრენაჟორების დარბაზი, ყველა სივრცე შეგეძლებათ გამოიყენოთ ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ვარკაცილში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბიუჯეტიდან კი 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მადლობთ მაკა, ეს მაკა არჩემიშვილი იყო.